გამარჯობა მეგობრებო. დღეს მინდა რომ შედარებით განსხვავებულ საკითხს შევეხო იმ ვიდეოებისგან, რაც აქამდე გადაგვიღია. როგორც წესი ჩვენ ვიდეოებს ვიღებთ ხოლმე მეღვინეობაზე, მევენახეობაზე. თუმცა ამ საკითხმა მე დამაინტერესა ძალიან და მინდა რომ თქვენგან რაღაცა აზრი მოვისმინო და თქვენი გამოცდილება გამიზიაროთ. ეხლა მე თან მაქვს ამერიკული მუხის ასე ვთქვათ, ჩიპსი არის და არის საშუალო დამუშავების, საშუალო გამომწვარი, ესე ვთქვათ და აი ესე გამოიყურება. არ ვიცი რამდენად კარგად გამოჩნდება, აი ესე გამოიყურება. სუნი საკმაოდ ისეთი აქვს, ინტენსიური, ფიქრობ რომ კარგი არომატები უნდა მისცეს სითხეს, ეს სითხე არის სახში გამოხდილი. თუთის არაყი, შაქარი არ მიგვიცია გამოხდისას, თუმცა ასე ვთქვათ, სუფთად გამოიხადა ყველანაირი დანამატის გარეშე, გულისხმობ წყალს, შაქარს და ასე შემდეგ. თუმცა მისი ასე ვთქვათ, გაფილტრვა ვერ მოვახერხე აქამდე და მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენ ხანს უნდა გავაჩერო თქვენი გამოცდილებით იმისათვის, რათა სახში გამოხდილ არახს შეეცვალოს გემო, არომატი და ესე ვთქვათ, გამრავალფეროვნდეს და გამდიდრდეს მისი არომატები. ან საერთოდ რამდენად შესაძლებელია, რომ ესეთი ჩიპსით შეეცვალოთ საერთოდ სახში გამოხდილ არახზე რაღაცა მაჩვენებლები და უფრო სასიამოვნო დასალევი გავხადოთ. ეს ყველაფერი მაინტერესებს იქიდან გამომდინარე, რომ უკვე აი რამდენიმე ცალი საკმაოდ კარგად გაიჟღინთა არყით, აი ნახეთ და დაბლა ჩავიდა, ბოთლის ძირზე განთავსდა, რამდენიმე ცალი კიდევ ინარჩუნებს ზემოთ მდებარეობას. ფერს როგორც ხედავთ, ესეთი მუქი რა თქმა უნდა არ იყო. ფერი უკვე გამუქებული აქვს მეტნაკლებად და ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ზეგავლენას მოახდეს, თუმცა რამდენი ხნით უნდა დავტოვო და როგორ უნდა დავამუშაო, თუნდაც აი პერიოდის მერე რა პერიოდშიც აი ჩიპსებს განმოთავსებთ სითხეში, ყველაფერზე დამჭირდება თქვენი გამოცდილება, თქვენი აზრი. ამიტომ კომენტარებში გელოდებით, გამიზიარეთ თქვენთვის საინტერესო იდეები, თქვენთვის საინტერესო საკითხები, რაზეც სამომავლოდაც ისურვებდით, რომ ვიდეოები გენახათ ჩემს არხზე. გელოდებით იმ ადამიანებსაც, ვისაც გსურთ, რომ გვიმასპინძლოთ, გადავიღოთ საინტერესო ვიდეო, ავამაღლოთ ჩვენი ცნობიერება, იმიტომ რომ ყველა საკითხს, რომელიც ღვინოს, ვენახს, ვას ან ალკოჰოლურ სასმელებს ეხება, დილეტანტური ცოდნა მაქვს დღემდე. დღემდე ჩემი მეგობრებისგან, უფრო გამოცდილი ადამიანებისგან ვსწავლობ ამ ყველაფერს და ერთად შევქმნით ესე მგონია საინტერესო არხს. და საერთო ამ გადადგმული ნაბიჯებით კიდევ შევქმნით იმ პროდუქციას, რომელიც ჩვენთვის იქნება სასიამოვნო დასალევი, რა თქმა უნდა და იმედი მაქვს და ღმერთმა ქნას, რომ მოკლედ შეიძლება რეალიზაციაც კი აწარმოოს ზოგიერთმა ჩვენგანმა. გელოდებით კომენტარებში და გელოდებით საინტერესო ვიდეოს შემოთავაზებებით.